მოგესალმებით ეთერში ასტასოტევის საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარია მელიავა გაგაცნობთ. ფაქტია, რომ საქართველოს მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი ადმინისტრაციის დამოკიდებულება კარდინალურად არის შეცვლილი და შეჩერებულია ის უსამართლო დამოკიდებულება, რაც წინა ადმინისტრაციის მხრიდან მომდინარეობდა და რაც ახლა ოფიციალური ბრიუსელის ხელით ჩვენი ქვეყნის მიმართ კიდევ უფრო მწვავედ გრძელდება. ამის შესახებ ქართული ოცნების თავმჯდომარემ და პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში პოლიტიკური საბჭოს სახელით გაკეთებული განცხადებისას მიმდინარე პროცესებში ამერიკის შეერთებული შტატების როლზე საუბრისას აღნიშნა. მისივე განცხადებით შტატების მოქმედმა ადმინისტრაციამ დღემდე არაფერი გააკეთა, რათა გამოისწორებინა წინამორბედის შეცდომები საქართველოსთან მიმართებით. გარდა ამისა, კობახიძის თქმით, ღრმა ანალიზი არ სჭირდება იმის დანახვას, რომ ომის საფრთხე არცად წასულა. საქართველოს პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული უკანონოდ ინახავდა ნარკოტიკულ საშუალებას და ახდენდა მის რეალიზაციას. გატარებული ღონისძიებების შედეგად ამოღებულია უკანონოდ გასაღებული ნარკოტიკული საშუალება. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით და 260 ტერცია მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახით და ზომადად წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა. ნათქვამია ინფორმაციაში. ადიგენში მკვლელობა მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით პოლიციამ ადიგენში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. დაკავებულია ერთი პირი. გამოძიების თანახმად ბრალდებულმა 34 წლის მამაკაც ურთიერთ შელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით სხეულზე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად წარსულში ნასამართლები 1974 წელს დაბადებული იმ განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პოლიციამ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დანაშაულში ბრალდებული იმ ცხელ კვალზე დააკავა. კომპანია Georgian Water and Power რუსთავის წყალმომარაგების სისტემური გაუმჯობესების პროექტს აქტიურად აგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას GVP ავრცელებს. მათივე ცნობით მიმდინარე ეტაპზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურასთან ერთად წყალარინების მოძველებული და ამორტიზებული ქსელების შეცვლა განახლება მიმდინარეობს. ქალაქ რუსთავში მიმდინარე წლის ბოლომდე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო პროექტები 19 სხვადასხვა ლოკაციაზე განხორციელდება. აღნიშნულ პროექტებში Georgian Water and Power ჯამურად 8 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს. საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატამ თურქეთის ბიზნეს დელეგაციას უმასპინძლა. კერძოდ, საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის ცნობით თურქეთის ვაჭრობის მინისტრ ბატონ ომერ ბოლოთის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სავაჭრო პალატის ორგანიზებით საქართველო-თურქეთის ორმხრივი ბიზნეს ფორუმი გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 250-ზე მეტმა კომპანიამ, მათ შორის 150-მდე საქართველოდან და 70-მდე თურქეთიდან, შემდეგი სექტორებიდან: მშენებლობა, ლოგისტიკა, ენერგეტიკა, ფინანსები, გემთმშენებლობა და რესტავრაცია, ტექსტილი, IT სერვისები, ვაჭრობა, ტურიზმი, მედიცინა და ფარმაცია. ამასთან, ფორუმის ფარგლებში გაიმართა B2B შეხვედრები, სადაც ქართველმა და თურქმა ბიზნესმენებმა განიხილეს თანამშრომლობის შესაძლებლობები, საინვესტიციო ინტერესები და პარტნიორობის განვითარების გზები. აღნიშნულია ინფორმაციაში. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის სლოვაკეთის რესპუბლიკის სახალხო დამცველ რობერტ დობროვოცკის დამის დელეგაციას მასპინძლობს. ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. მათივე ცნობით ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა სტუმრებს ინფორმაცია მიაწოდა სახალხო დამცველის აპარატის სტრუქტურის, მანდატისა და ძირითადი საქმიანობის შესახებ. ისაუბრა საჩივრების ადმინისტრირების სისტემაზე, ინსტიტუციურ პრიორიტეტებსა და სამუშაო მიმართულებებზე, ასევე საერთაშორისო თანამშრომლობასა და დონორთა მხარდაჭერაზე. განსაკუთრებული ყურადღება გამოხვილდა ბოლო პერიოდში განხორციელებულ ისეთ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც გავლენას ახდენს არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობასა და მშვიდობიანი შეკრების უფლებების განხორციელების მონიტორინგზე. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ სახალხო დამცველის მოადგილეები თამარ გვარამაძე, ელენე უდუშაური და ირინე ჩიხლაძე. ხარებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რაც ორი ინსტიტუცია შორის მომავალი თანამშრომლობის განმტკიცებას ისახავს მიზნად. სასამართლოს მხრიდან არანაირი გზავნილი არ არსებობს, იმიტომ რომ სასამართლო ამ ქვეყანაში არის ნომინალური ინსტიტუტი. ის არის ქართული ოცნების ქვედანაყოფი დეპარტამენტი. წამებში აცხადებენ გადაწყვეტილებებს, რომელიც წინასწარ არის დაწერილი. ყველაფერს არათუ არბილებენ, არამედ აუარესებენ და ეს ადეკვატურად აისახა ევროკავშირის გზავნილში. ამის შესახებ ლელო ძლიერი საქართველოს წევრმა გიორგი სიორიძემ პალიტრანიუსის გადაცემაში დღის ნიუსრუმი განაცხადა. გარდა ამ საკითხისა, გიორგი სიორიძემ გადაცემაში ისაუბრა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადების შესახებ და აღნიშნა, რომ ავანსცენაზე კვლავ
გლობალური ომის პარტია შემოდის. მისი თქმით, ქვეყანაში არსებული ვითარება ადეკვატურად აისახა ევროკავშირის გზავნილსა და დათქმებში, რომელზეც ახლა ქართული ოცნება ცდილობს პროპაგანდა ააგოს. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს. ვაისაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის. ახლა ისე როგორც არასდროს უნდა გვახსოვდეს, რომ ევროპის უსაფრთხოება, თავისუფლება და მომავალი მჭიდრო კავშირშია უკრაინის ბედთან. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, სწორედ ამიტომ საფრანგეთი პარტნიორებთან ერთად კვლავ აგრძელებს უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას და ეს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დადასტურდა მსურველთა კოალიციის შეხვედრაზე, რომელსაც 30 სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური, ასევე პირველად შეერთებული შტატების წარმომადგენლები დაესწრნენ. რუსეთის თავდასხმები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. გაჭირვებაშიც და იმედში საფრანგეთი დგას და ყოველთვის იდგება უკრაინის გვერდით, წერს ზელენსკი. კრემლი რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ახალ პაკეტს ევროპის თანმიმდევრულ ანტირუსულ ხაზად მეიჩნევს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა: ჯერჯერობით ევროპის მხრიდან საკმაოდ თანმიმდევრულ ანტირუსულ ხაზს ვხედავთ. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ასეთ ცალმხრივ შეზღუდვებს უკანონოდ მივიჩნევთ. განაცხადა პესკოვმა, როდესაც უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-18 პაკეტს ეხებოდა. მისი თქმით, რუსეთმა სანქციებისგან უკვე გარკვეული იმუნიტეტი შეიძინა. ჩვენ მათი წინააღმდეგი ვართ. თუმცა ამავდროულად, რა თქმა უნდა, ჩვენ უკვე შევიძინეთ გარკვეული იმუნიტეტი სანქციებისგან. ადაპტირდით სანქციების ქვეშ ცხოვრებასთან, განაცხადა პესკოვმა. შეგახსენებთ, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტზე შეთანხმდა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სექტემბერში პაკისტანს ეწვევა. ინფორმაციას პაკისტანური მედია საშუალებები ავრცელებენ. მათივე ცნობით, ტრამპი სექტემბერში ისლამაბადში ჩასulis შემდეგ ინდოეთშიც ჩავა. პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ტრამპის მოსალოდნელ ვიზიტთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. როიტერსი წერს, რომ თუ აღნიშნული ინფორმაცია დადასტურდება, ეს ბოლო 2 ათწლეულის განმავლობაში პაკისტანში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის პირველი ვიზიტი იქნება. ცნობისთვის, პაკისტანს ბოლოს ამერიკის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში 2006 წელს ეწვია. უკრაინის ახალი პრემიერ-მინისტრი იულია სვირიდენკო გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. უკრაინის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე იულია სვირიდენკოს კანდიდატურას ქვეყნის უმაღლესი რადას 262 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. 22 ხმა მის წინააღმდეგ ვისცა, ხოლო 26-მა თავი შეიკავა. იულია სვირიდენკომ აღნიშნულ თანამდებობაზე დენის შმიგალი შეცვალა. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.